სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლს, ანუ ფულის გატეტრებას ემატება ახალი მაკვალიფიცირებელი გარემოება, ეს არის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით ფულის გატეტრება. უკაცრავად რაც თავისთავად გამოიწვევს 9-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობას. ამავდროულად წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 319 პრიმა და სეკუნდა მუხლები ემატება, რითაც გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევა, ანუ მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებული გრანტის მიღება და შესაბამისად გამოყენება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. აქ მათ შორის ისეთი შემთხვევებიც არის, რასაც ქალბატონი კოსი და ბატონი ჰერჩინსკი საუბრობდნენ, რომ თუ მაგალითად გვერდისავლის მიზნით მოფიქრებული იქნება მექანიზმი და დადებული იქნება თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებები, რომელიც თავისი ბუნებით და შინაარსით არის გრანტი, ესეც გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლის სამართლის კოდექსის 319 პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილი ითვალისწინებს უცხოური პოლიტიკური ლობიზმისთვის სახსრების თანხების გადაცემის აკრძალვას და თუ ან პირები უცხოელები მიიღებენ სახსრებს ან გამოიყენებენ სახსრებს, რომელიც მიმართულია და დაკავშირებულია საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე, ესეც გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოების სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას. 319 სეკუნდა მუხლი დაკავშირებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან, რომლის მიხედვითაც თუ პოლიტიკური პარტია მიიღებს უცხოურ შემოწირულობას, რომელიც აკრძალულია კიდევ ერთხელ 30 წელია საქართველოში, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა დადგება ზუსტად იმავე ფორმით, რაც უკვე მოგახსენეთ და 355 მუხლში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიხედვითაც პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტი თუ არ შეავსებს დეკლარაციას, არ წარადგენს დეკლარაციას, ან დეკლარაციაში განზრახ არასრულ მონაცემებს შეიტანს, ან ხარვეს არ აღმოფხვრს, გამოიწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, საზოგადოების სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. აქვე გათვალისწინებულია ისევ და ისევ გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის ამოქმედებამდე, წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედებამდე, რომელიმე პირს აქვს მიღებული გრანტი, ჯერ არ დაუხარჯავს და ვალდებულებას, რომ შეათანხმოს მთავრობასთან, არ შეასრულებს. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომელიც გრანტების შესახებ კანონში გაზაფხულის სესიის მიმდინარეობისას უკვე დადგა, რომ მესამე მოსმენის განხილვის დროს, ზუსტად იმავე დღეს გაიცა გრანტები, იმიტომ რომ ერთ-ერთი საელჩოს გავლით, თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ რეგულაციები მასზე არ გავრცელებულიყო და პირდაპირ ეს იყო დეკლარირებული განაცხადი კანონმდებლობის უგულებელყოფისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ ერთი შელახვის მაგალითი, იგივე რომ არ გამეორდეს, თუ კანონპროექტის ამოქმედების განხილვის მიმდინარეობისას პირები მიიღებენ გრანტს და არ ექნებათ დახარჯული, ისინი ვალდებული იქნებიან, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთვის ვადაში მიმართონ საქართველოს მთავრობას და თუ ვერ მიიღებენ შესაბამის თანხმობას, შეწყვიტონ გრანტის დახარჯვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარებული იქნება ის ღონისძიებები, რაც სისხლისამართლის კოდექსში არის გათვალისწინებული. მარტივად არის თანხმობა, დაიხარჯება გრანტი, არ არის თანხმობა, ვერ დაიხარჯება გრანტი.